ისტორია რაშიც ეხლა უნდა გაგარკვიოთ საკმაოდ აბდაუბდა. ამიტომ მოდით ყველაფერს პირობითი სახელები დავარქვათ. წარმოიდგინეთ ადამიანის სახელად X-ი, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი მეგობარი Y. ხო და X-მა და Y-ებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ რაღაც ახალი. საინტერესო და რაც მთავარია მათთვის, ვისაც კლუბური ცხოვრება და გართობა უყვარს. X-მა და მისმა მეგობრებმა ლოკაციის პირველ ადგილად აქსის შოპინგი აირჩიეს. ორგანიზატორები გაინტერესებთ? უცნობია. ალბათ გაინტერესებთ, სად შეიძლება შეიძინოთ ბილეთები. ვერ შეიძენთ. აუცილებელია თან იქონიოთ ესეთი ლურჯი ბარათი წარწერით Catch Me If You Can, რომელსაც შესვლისას წარუდგენთ დაცვას. თუ თქვენც გინდათ მოხვდეთ VIP პარტიზე, რომლის ადგილმდებარეობასაც შეიტყობთ, მხოლოდ და მხოლოდ წინა დღეს Facebook-ის გვერდის მეშვეობით დამიჭირეთ თუ შეგიძლია. ასე, ყველა თქვენგანი X-ის წვეულებებზე ვერ მოხვდება. აუცილებელია გყავდეთ X-ი და Y მეგობრები, ან იცნობდეთ მაინც ამ უკანასკნელებს, იმისათვის რომ Catch Me If You Can პარტიზე მოსახვედრად პატარა ჯადოსნური საშვები იშოვნოთ. ალბათ ყველა იმაზე მოხვდები, აი ამის დახმარებით, ვიცი, ესენი არ იშოვება, ესე არსად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე აუცილებლად მექნება ყოველთვის და ხშირად ვივლი და შევუერთდები ჩემს ამეგობრო წრეს. ასე რომ იმეგობრეთ, აი ესეთ საიდუმლო პირებთან და ხშირად მოხვდებით ესეთ კარგ ივენთებზე. კაიჩიტის დაჭერა მოგვიწია. კაიჩიტის. აი სულ გამორჩეული ხარ და მაგის ეგ აღუნიშნეთ რომ ანუ შარტენზე როცა დავდივართ ანუ სადაც ანუ ძირითადად ხდება გართობა და სადაც ვერთობი და ის ერთი და იგივე სახეებია და რაღაც ახალი სახეები გამოჩნდა და მოგწონს. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, ყველას არ უმართლებს. უმართლებს მარტო. შეულე. საიდუმლოებებით მოცული Catch Me If You Can პირველად აქსის შოპინგში ჩატარდა. თუმცა მისი მომდევნო ლოკაცია ან დრო არავინ იცის. თავარია Facebook-ის გვერდზე თვალიადევნო ამ უკანასკნელის page-ს და ერთ დღესაც სტატუსის სახით ადგილი და დრო გამოქვეყნდება. სოციალური ქსელიდან მხოლოდ იმას თუ გაიგებ, რომ მომხმარებელი მამრობითი სქესისაა. თქვენ მე მგონი არავის დაჭერა არ მოგიწიათ აქ მოსახვედრად, ისედაც აქ იყავით, ხო? კი, მე აქ ბინადრობ. ჩვენ აქ ხშირი სტუმრები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ კაფე ფრეშის ასე ვთქვათ, კვიდრი ადამიანები ვართ. აქსისის შოპინგ ცენტრში ხშირად ვართ ხოლმე. ვიცი, ისეთი მეგობრები მყავს, რომ ერთ-ერთი მათგანის დაჭერა მომიხდა და ეგრე შემთხვევით აღმოჩნდა. სამოს ვისაც მოწონს ის დადის და შესაბამისად ის ერთობა, ვისაც არ მოწონს ის ვერ გაერთობა ესეთ ადგილებში. ისი დაჭერა მოგიწია აქ მოსახვედრად. ნახევარი თბილისის რო რაიმენაირად მეშოვა. რა კონტინგენტზეა საუბარი? არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ბევრს არ ვიცნობ, ბევრს ვიცნობ. დასასრულებლად უმეტესობა არიან კლავერები. მასპინძლებმა სტუმრებისთვის გათამაშებაც მოაწყეს. თამამად განვაცხადებთ, რომ ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა. X-ი ვინაობას არ ამხელს, ის არ ჩნდება ინტერვიუებში. Y მეგობრებიც ბევრი ხავს. ასე რომ თუ შენც გინდა ამ მრავალ უცნობიან განტოლებაში ჩაერთო, დაგვიჭირე თუ შეგიძლია.